მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ ახალმთვარეობაზე, რომელიც გვექნება 21 ოქტომბერს სასწორი ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც დგება 29 გრადუსზე და პიკი იქნება 16 საათზე და 25 წუთზე. აქ მნათობებს იუპიტერთან იქნებათ კვადრატი, რაც მოიცავს როგორც ახლის დასაწყის, ახალ ფაზას, ზრდის ფაზას, ასევე გაფართოების, მაგრამ აქ ენერგია იქნება გადაჭარბებული. რა თქმა უნდა, ახალმთვარეობა სასწორში შეეხება პარტნიორობას, ბალანსს, დიპლომატიას, შეთანხმებას, ასევე კონტაქტებს. წინა პლანზე წამოიწევს აქ ესთეტიკა, ჰარმონია, სამართლებრივი თემები. წამოწევს ასევე ახალ ურთიერთობებს, არსებული კავშირების ახალ ფაზას, პარტნიორული გეგმების დაწყებას და ჰარმონიის ძიებას დაძაბულ სიტუაციებში. სასწორის ახალმთვარეობა იუპიტერთან აქ კვადრატში ხშირად გამოიხატება როგორც გინდა უფრო მეტი და მეტი, ვიდრე შესაძლებელია. ნუ დაკარგავთ აქ რეალობის შეგრძნებას, იუპიტერი მოგიწოდებთ, რომ დაიჯერო, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, მაგრამ წონასწორობა და ბალანსი აუცილებლად იქნება საჭირო, რადგან ამას სწორედ სასწორი გვასწავლის. რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნების ზოგად დახასიათებას და როგორ იმოქმედებს ეს ორკვირიანი ფაზა თითოეულ ზოდიაქოს ნიშანში, ვერძის ზოდიაქოს ნიშანს, რაც შეეხება, აქ თემა იქნება ურთიერთობები, პარტნიორობა, ახალმთვარეობა აქ ხაზს უსვამს იმას, რომ აქ უკავშირდების სხვებს. შეიძლება დადგეს ახალი დასაწყისი ურთიერთობებში, რომანტიკული ან საქმიანი. მაგრამ აქ იუპიტერის კვადრატი მოგიწოდებს იმოქმედოთ ძალიან ფრთხილად, სჯობს იმუშაო ხარისხზე და არა რაოდენობაზე. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშანს, აქ იქნება ჯანმრთელობა, რუტინა, სამუშაო. ეხავით ფრთხილად გადატვირთვასთან, არ გეგონოს, რომ ყველაფერი შემძლე ხარ და ყველაფერი ერთიანად უნდა გააკეთო, რადგან აქ ბალანსის დაცვა აუცილებლად მოგიწევს. სჯობს ეტაპობრივად და სისტემურად, ჯანსაღი საზღვრები აუცილებლად დაიცავით. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს, აქ იქნება შემოქმედება, სიყვარული, ბავშვები, ახალმთვარეობა განაწყობს შემოქმედებით და რომანტიკულად თქვენ ზოდიაქოს ნიშანს, შეიძლება გაჩნდეს ახალი ურთიერთობა ან ინსპირაცია პროექტებისთვის, იუპიტერის კვადრატი კი გაფრთხილებს მეტი რეალიზმი და ნაკლები ფანტაზია ამჯერად უკეთესია თქვენთვის. კირჩხიბებისთვის რაც შეეხება, აქ იქნება თემატიკა ოჯახი, ემოციური უსაფრთხოება, შესაძლებელია ოჯახურ ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყება, სხვების გადარჩენის მიზნით საკუთარ თავზე არ თქვათ ამ პერიოდში უარი, ბალანსი დაიცავით, ზრუნვაზე რა თქმა უნდა და საკუთარ თავზე. ლომის ზოდიაქოს ნიშანს რაც შეეხება, აქ იქნება თქვენთან აქტუალური კომუნიკაცია, სწავლა, კონტაქტები, შესაძლებელია გქონდეთ ახალი იდეები, დაიწყოს სწავლის ახალი პროექტების ფაზა, მაგრამ იუპიტერის კვადრატი აქაც გაფრთხილებს. არ გაფართოთ ბევრი ენერგია იმ მიმართულებით, სადაც არ შეგიძლიათ, აირჩიეთ ერთი ან ორი მიზანი და იმუშავეთ სისტემურად ამ თემაზე. ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს რაც შეეხება, აქ იქნება ფინანსები, თვითღირებულება, ახალმთვარეობა, ახალი ფინანსური დასაწყისისთვის ძალიან კარგი პერიოდი იქნება, შეგიძლიათ მოგცეთ შესაძლებლობა მეტი შემოსავლისთვის, მაგრამ იუპიტერის კვადრატი აქ ფინანსურ არასწორ განაწილებასაც წამოწევს, რაც აქ აუცილებლად ზომიერებას მოითხოვს. თქვენთან იქნება ბიუჯეტი და რეალისტური ფინანსური ხედვები საჭირო ამ პერიოდში. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშანს, თქვენთან აქ პირადი განვითარების საკითხები იქნება მახასიათებელი. რაც შეეხება, ეს არის შენი პირადი თვითგამოვლინების პერიოდი, ახალი თავი შენს ცხოვრებაში უნდა იპოვა ამ პერიოდში, შეიძლება იგრძნოს შთაგონება, სულიერი წინსვლა, მაგრამ ფრთხილად იყავით აქ გადაჭარბებასთან, გაზვიადებულ სიტუაციებთან, ამან შესაძლებელია გადაღლა გამოიწვიოს თქვენთან. დაისახეთ მიზანი, მაგრამ იმუშავე მცირე ნაბიჯებით ამ პერიოდში.
რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშანს, თქვენთან მე-12 სახლში დგება და აქ ცოტა იმუნიტეტი დაბალია თქვენთან. გაუცნობიერებელი შაბლონები წამოიწერა, ახალმთვარეობა თქვენთვის შიდა სამყაროს გადატვირთვისთვის შესანიშნავი პერიოდია, შეიძლება ძველი ემოციური ჩვევები ამოვიდეს ზედაპირზე ამ პერიოდში. კარგი დროა მედიტაციისთვის, დილის რეჟიმის გასაუმჯობესებლად, ფსიქოლოგიური ან სულიერი მუშაობისთვის. შულხოსნებს რაც შეეხება აქ მეგობრები, ჯგუფური პროექტები, ხედვები, შეიძლება გაჩნდეს ახალი გუნდის ჩართვა ან იდეის საზოგადოებრივ საკითხებში. მაგრამ იუპიტერის კვადრატი აქ, როგორც ყველას თქვენთანაც გავთხილებთ, იდეები არ უნდა იყოს უტოპიური, იმუშავე გეგმებზე და არა მხოლოდ ენთუზიაზმზე. დღის რგებს რაც შეეხება, აქ იქნება კარიერა, სამსახურის საკითხები, საზოგადოებრივი თქვენი სტატუსის საკითხები, ახალი კარიერული ეტაპის დასაწყისი ზოგიერთთან შეიძლება დაიწყოს ზოგმა ახალი სამსახური, შეიძლება გაგიჩნდეს წისვლის დიდი სურვილი, მაგრამ იუპიტერის კვადრატი ამბობს აქ ნურას დროს ამუშავებთ დაუგეგმავ მშენებლობებს, იმუშავეთ სტრატეგიულად და არა მხოლოდ მოტივაციაზე. რაც შეეხება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს, თქვენთან აქ თემატიკა იქნება განათლება, მოგზაურობა, მსოფლმხედველობის გაფართოება, ფილოსოფიური და საგანმანათლებლო ინტერესის გაჩენა ამ პერიოდში. შეიძლება ზოგმა იმოგზაუროთ კიდევაც, დაგეგმოთ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, ახალი სწავლა დაიწყოთ, მაგრამ იუპიტერის კვადრატი გავთხილებ გადაწყვიტავ დაუყოვნებლივ ცხოვრების შეცვლას, იფიქრე რეალურად და სწორი ნაბიჯებით გაცნობიერებულად იმოქმედე. თევზების ზოდიაქოს ნიშანს რაც შეეხება, თემატიკა იქნება ემოციური ინტუიციურობა, ვალები, ენერგიის გაცვლა, ბანკებთან, ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები, შეიძლება ახალი ინტიმური ურთიერთობის აწყება ან ფინანსური ჩართულობა დაიწყოს, გახსოვდეს აქ იუპიტერის კვადრატი გავთხილებთ, არ დაუშვათ აქ შეცდომები, დანაკარგებში შეინარჩუნეს საზღვრები, განსაკუთრებით ემოციური და ფინანსურ დონეზე. წარმატებები მინდა ყველას გისურვოთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და